გორის მუნიციპალიტეტმა სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამედროვე ტიპის ავტობუსები გადასცა. გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად სპორტულ წრეებში ჩართულ მოზარდებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს მიულოცეს ახალი ავტობუსები და სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გორის მუნიციპალიტეტმა შეიძინა ორი სატრანსპორტო საშუალება, ორი ავტობუსი, რომელიც გადაეცა IP სპორტის განვითარების სააგენტოს. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მოემსახურება ჩვენი ბავშვების, ჩვენი ახალგაზრდების, სპორტსმენების შეკრებებზე, შეჯიბრებზე ტრანსპორტირებას. რა თქმა უნდა, აღნიშნული ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული იქნება ჩვენი ბავშვებისთვის, შეუწყობს უსაფრთხო იქნება უფრო. მოგეხსენებათ, რომ გორის მუნიციპალიტეტში რამდენად მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება და ჩვენი ახალგაზრდები აკეთებენ ყველაფერს, რომ სპორტი განვითარდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს ჩვენი ბავშვების განვითარებას, სპორტულ განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ჩვენ მუნიციპალიტეტში და მინდა წარმატებები უსურვოთ ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ სპორტსმენებს. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მათ განვითარებას ხელი შევუწყოთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენებისთვის, იმ ახალგაზრდებისთვის, რომელიც ფეხს იდგამენ სპორტში და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ სპორტსმენებისთვის, რომელსაც სერიოზული შედეგები აქვს ჩვენი მუნიციპალიტეტის. გორი სპორტში ყოველთვის გამოირჩეოდა და ეს ნამდვილად ეკუთვნოდა და ეს მე ძალიან მიხარია, მინდა მიულოცო და წარმატებები უსურვო თითოეულ სპორტსმენს და თითოეულ გორელს. სპორტის სააგენტოს გადმოეცა გორის მუნიციპალიტეტის მიერ ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არის 35 ადამიანზე გათვლილი. ჩვენთან სააგენტოში არის 3000-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტით დაკავებული. ასე რომ მადლობას მოვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში. ჩვენი სპორტსმენები შეძლებენ უფრო კომფორტულად და უფრო კარგად გადაადგილებას საქართველოს ფარგლებს და მის გარეთ და ბევრ წარმატებებს უსურვებთ ჩვენ სპორტსმენებს.